დღეს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ეტაპით დასრულდა არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის მიერ მილიონი ლარი დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობის სურვილი ქვეყნის მასშტაბით 22,000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. ნონა დიასამიძე დეტალებით თუ როგორ შეფასდა მათი ცოდნა, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. რა არის თავისუფლება? ამ კითხვაზე პასუხის პოვნას მოსწავლეები ამ წიგნში შეეცდებიან. წიგნი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებულმა 2016-მა მოსწავლემ მიიღო. წიგნებთან ერთად სიგელები და ფასიანი საჩუქრები აჭარიდან ოლიმპიადაში მონაწილე 82 მოსწავლეს გადაეცა. იდეა ამ წიგნის არის, რომ ახალგაზრდობას, ახალ თაობას, რომელმაც უნდა იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში. არის კი ჯერ თავისუფალი საზოგადოება. არის თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ საზოგადოება არის თავისუფალი. აი ეს წიგნი უნდა დაეხმაროს ახალ თაობას, რომ იცხოვრონ თავისუფალ საზოგადოებაში, როგორც თავისუფალმა პიროვნებებმა. ოლიმპიადამ ქვეყნის მასშტაბით სტარტი 7 ოქტომბერს აიღო. პროექტში მონაწილეობის სურვილი 70 მუნიციპალიტეტის 1277 საჯარო სკოლის 22,000-მა მოსწავლემ გამოთქვა. როდესაც ხარ მოქალაქე, უნდა გქონდეს სიტყვის თავისუფლება, უნდა იცოდეს შენი უფლებები და ასე ვთქვათ, უნდა იყოს თავისუფალი პიროვნება და შეგეძლოს შენი თავის თვითრეალიზაცია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პროექტს წარმატებულს უწოდებს. პირველი ეტაპი გავიარეთ და მართლა შემიძლია ახლა უკვე დაზუსტებით ვთქვათ, ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებით, იმიტომ რომ ამაზე მეტყველებს მოსწავლეების შედეგები. პირველ რიგში ხაზი მინდა გაუსვა იმ გარემოებას, რომ არც ერთი რაიონი საქართველოში არ დარჩენილა, სადაც გამარჯვებული მოსწავლე არ გამოვლინდა. ჩათვლით იმ რაიონებისაც, სადაც ეთნიური უმცირესობები ცხოვრობენ. ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები არიან გამარჯვებული. ჩვენი გალელი მოსწავლეები. ორგანიზაცია მოქალაქის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ პროექტის მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეების გამოვლენაა. ფინალში გამარჯვებულები, ფინალისტები დაჯილდოვდებიან ერთთვიანი სასწავლო კურსით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ოლიმპიადის მეორე ტურში 200 გამარჯვებული გამოვლინდება. წლის ბოლოს კი ცნობილი გახდება იმ 20 გამარჯვებულის ვინაობა, ვინც უცხო ენის კურსს ევროპაში გაივლის.